მოგესალმებით თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობა სტუდია მაესტროს დამფუძნებელმა და ქართული რადიოს დირექტორმა მამუკა ღლონტმა პოლიციაში კიდევ ერთი განცხადება შეიტანა და ნუცუბიძის ქუჩაზე 93 ნომერში ტელეკომპანია მაესტროს შენობის ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა. ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი მესაკუთრე ნუცუბიძის 93 ნომერში მდებარე შენობიდან საიდანაც ტელეკომპანია მაესტრო მაუწყებლობდა ეროსი კიწმარიშვილის გასვლას ითხოვს. ღლონტის განცხადებით შენობა ქართულ რადიოს ეკუთვნის ქართულ რადიოსა და სახლის მეპატრონეს შორის ახალი ხელშეკრულება 17 დეკემბერს გაფორმდა. ახალი ხელშეკრულების შემდეგ ნუცუბიძის 93 ნომერში მდებარე შენობა უკვე ქართული რადიოს საკუთრებაა. ახალ ორგანიზაცია შპს ქართულ რადიოს 2 იანვარს უფლება აქვს შევიდეს იმ შენობაში. ჩვენ მოვედით დავწერეთ განცხადება, რომ გამოასახლონ იქიდან ქურდები, რომლებიც იპარავენ მაესტროს აპარატურას, ამის ფაქტი თვითონ აღიარეს უკვე და შეგვიშვან ჩვენში. რაზეც მივიღეთ ისევ გაურკვეველი პასუხი და ისევ გვეუბნებიან, რომ წაბრძანდით და დაგირეკავთ, გეტყვით რა ზომებს მივიღებთ. ჩვენ ვუჩივლებთ პოლიციასაც უმოქმედობის გამო, ამ ქვეყანაში თუ არა სხვა ქვეყანაში მოვიგებთ ამ სასამართლოს. თუ შიგნიდან გატანილია აპარატურა და პოლიცია არის აბსოლუტურად უმოქმედო. პოლიცია ხელს უწყობს ერას კიწმარ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავებმა ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან ნუცუბიძის 93 ნომრიდან ავტომანქანის მეშვეობი ტექნიკის გატანის ფაქტი აღკვეთეს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა 1 იანვარს ნუცუბიძის ქუჩის 93-ში მდებარე ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან ავტომანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთის გატანის ფაქტი შენიშნეს. განცხადების მიხედვით პოლიციის თანამშრომლებმა მოტივით შეიცავდა თუ არა ქმედება დანაშაულის ნიშნებს ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება სცადეს, თუმცა ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით პოლიციის ავტომანქანას დაეჯახა. პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი დააკავა, მომხდარზე კი თბილისის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეროსი კიწმარიშვილმა კი არ იცის თუ რა ინციდენტზეა საუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე კითხვაზე თუ რა ვითარება ამ დროისთვის ტელეკომპანია მაესტროს ოფისში, ამაზე კიწმარიშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რუსთავის მედიის მართვის კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ნუცუბიძის 93 ნომერში ტელეკომპანია მაესტროს ოფისის ღობეზე თანხმლებ პირებთან ერთად 30 ნოემბერს გადაძვრა და მას შემდეგ იქ იმყოფება. ტელეკომპანია მაესტრო კი რადიო მაესტროს სტუდიიდან მაუწყებლობს. რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სინამდვილეს, რომ ანუ არ გაქვთ ტექნიკა? ზოგადად ფაქტი, რომ ტექნიკა გაქვს ტელევიზიის შენობიდან. თქვენ ახავთ განცხადებას, მაგრამ რამდენად შეესაბამება? არ მე არ ვიცი, არ ყოფილა თუ ეს ტექნიკა სამსახურს მითხა. ანუ ზურასტავდა. ახლა წევია საიტზე რეალური შემოგვიშველი იყოს. 4 იანვარს კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იუბილარიამ 79 წელი უსრულდება, თუმცა მრევლ ცხვალ საღამოს 6-დან 9 საათამდე საპატრიარქოში უწმინდესისთვის დაბადების დღის მილოცვის საშუალება ექნება. ამას გარდა 4 იანვარს ფონდი ანანას ორგანიზები და TBC ბანკის მხარდაჭერით უწმინდესის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ფონდი ანანას წარმომადგენელთა ცნობით საღამო გრიბოედოვის სახელობის თეატრში მოეწყობა და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა ბედისცალა. მთავარ პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები პაატა ბურჭულაძე, ბადრე მაისურაძე, თია დემურიშვილი, ნანა ქავთარეშვილი და მიხეილ ბახტაძე შეასრულებენ. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის პაატა ბურჭულაძის მოწვევით საქართველოში ჩამოვა მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი ალბერტო რინალდი. ის მსოფლიოს პირველი კლასის საოპერო თეატრებში მღერის და მთავარ პარტიას ასრულებს ფრანკო ზეფირელის ჯამბაზებში. მომღერლებს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი ჯალუკო მარჩიანოს დირიჟორობით. საღამოს დასასრულს კი ბინის გასაღები დიასამიძეების 8 შვილიან ოჯახს გადაეცემა. დაწმინდის პარკში კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა. მომღერლებმა ბავშვებს ახალი წელი ახალი და ძველი საახალწლო სიმღერებით მიულოცეს. პარკში მისულ პატარებს საშუალება აქვთ ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. ღონისძიებები 15 იანვრამდე გაგრძელდება. დაწმინდის პარკში უკვე მეოთხე თუ მეხუთე კონცერტია, რომელიც მე მიმყავს. აქედან ულოცავთ ადამიანებს
მიულოცეთ თავდაპირველად დამდეგი შობა ახალი წელი 25 დეკემბერს. ახლა ულოცავ აქედან ახალი წლის დადგომას 2012 წელს, ბედობას ულოცავ, დამდეგ შობას ულოცავ 25-დან 30-მდე მომღერალი ეს, რომლებიც გამოდიან ასევე სიმღერებს ღერიან, კარხასიაძე აყენებენ აქ ამოსულ ადამიანებს, თოვლის ბაბუა გვყავს, სანტა კლაუსი, პიპკია, გათამაშებებია, საჩუქრებია და კარგი განწყობა, რაც ყველაზე მთავარი არის. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქალაქ თბილისის მერიის დამსახურება არის. ძირითადად როგორც ხედავთ, მეგონი ბავშვები არიან, ჩვენს მოსწავლეებს მოსულები, მე ძალიან მიხარია, მინდა რომ მივულოცო მათ ახალი წელი ბედობა და ბედნიერი ბავშვობა და ბედნიერი ცხოვრება მინდა უსურვოთ თითოეულ მარკ. ჩვენ ახალი სიმღერა მიუძღვენით ისევ ჩვენს უსაყვარლეს მსმენელს თავს და თავს ასეთი სიმღერა საახალწლო ესეც და ეს ამესაც ორ სიმღერას ჩვენ ახალი წლის გმირები ვართ ამასაც ძალიან დიდი სიყვარულით მიუძღვნით ჩვენს მსმენელს ჩვენი პატარა მეგობრებისთვის ასევე უფროსი მეგობრებისთვის გრანდიოზულ პატარა გემრიელ კონცერტს მართავთ კი ლოცავთ მიყვარხართ ქვეყნის მასშტაბით კი საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ორიგინალური შოუ გაიმართა ბათუმშიც, სადაც სასტუმრო რადისონიდან სანტა კლაუსები დაეშვნენ და საახალწლო შოუ გამართეს. სანტა კლაუსების ფორმაში მოძრაობის თეატრის მსახიობები და ალპინისტები იყვნენ გადაცმული. შთამბეჭდავი შოუს შემდეგ ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა. მათ მსმენელისთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს და ბათუმელებს ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცეს. ძალიან მაგარი შოუ იყო, თორემ მე არ მქონდა ნანახი, პირველად ნახე დღეს და მინდა მიულოცო ჩვენი თეატრის მსახიობებს, რომლებმაც შეასრულეს ეს საოცარი ჩვენება წარმოადგინეს და იმედი მაქვს, რომ აი ესე განვითარდება ყველა ხელოვნის შემოქმედება, როგორც დღეს ნახეთ, ჰაერიდან ჩამოვიდნენ და კედელზე დადიოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ, იმიტომ რომ გუშინ ანაკლიაში ვიყავი, ანაკლიაც ძალიან ლამაზი იყო, ხალხისგან ძალიან დიდი სითბო იყო, სიყვარული იყო, თან ძალიან ახლოს ვიყავი იმ აფხაზეთთან, სადაც გავიზარდე და ძალიან სხვანაირი შეგრძნება მქონდა, რომ ესმოდათ იმათ და ჩვენი ხმა მივაწვინეთ ჩვენ ძმებს. დღეს ვარ ბათუმში და ხო გეუბნები, ძალიან დიდ სითბოს ვზნობ და ამიტომ ჩვენ ძალიან სითბოთი ვღერით ამ ხალხისთვის და თქვენი ეთერის საშუალებითაც მინდა ყველას მიულოცო ეს ახალი წელი უსურო, ბედნიერი, ლამაზი და შვიდობიანი ახალი წელი. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, პირველი იყო ბათუმისთვის და ალბათ საინტერესო იყო ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ახალი წელი და ბედნიერი 2012 წელი უსურო. ნუ ახლა ქართული შემსრულებები რო დავიწყოთ, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ ქართულია და ძველი ხალხური სიმღერებია და რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიამოვნოა და როგორც ასეთი პომპეზურად იყო გაკეთებული ჩემო ბატონო და რა ვიცი, ჯობდა რომ უფრო ხალხისთვის ყურადღება მიექციათ, ვიდრე ასეთი პომპეზური რაღაცეებით შემოფარგლულიყვნენ. 31 დეკემბერს კი ზღვისპირა ქალაქში მთავარი საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ხულიო იგლესიას ბათუმის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი დაათვალიერებინა და ოჯახის წევრებიც გააცნო. ესპანელმა ვარსკვლავმა და საქართველოს პრეზიდენტმა ესპანურად ისაუბრეს და ერთმანეთს ახალი 2012 წელი მიულოცეს. შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს მსოფლიო ვარსკვლავმა საოცრებათა მოედანზე 2 საათიანი კონცერტი გამართა. კონცერტი ქართველმა შემსრულებელმა თამთა ცხვიტავამ გახსნა. იგლესიასმა მსმენელს სხვადასხვა დროის ყველაზე ცნობილი ჰიტები უმღერა და ქართველ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტით შეასრულა. ახალი წლის კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი სანდრა რულოვსი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ხულიო იგლესიასმა საქართველო უკვე დატოვა. ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლაშა მაკაცარია და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე გიგა სახელაშვილისა და დავით ავალიანის ოჯახებში მივიდნენ და მათ შვილებს საახალწლო ნობათი პირადად მიუტანეს. გუბერნატორი პატარებს კომპიუტერებსაც დაპირდა, ნეტბუქებს ოჯახის პატარა წევრები შობის დღესასწაულზე მიიღებენ. 2008 წლის აგვისტოს ომში 8 ქუთაისელი ახალგაზრდა დაიღუპა. მოხარული ვარ, რომ ასეთი უყურებლობა აქცევენ ჩემ გადასხილ შვილს
მის პატარებს და მის ოჯახს. თითეული გმირის ოჯახში მივდივართ და ახალ წელს ულოცავთ ყველა დღესასწაულს. დღეს ვიყავით ასევე გმირის გიგა სახელაშვილის ოჯახში და ასევე დათო ავალენის ოჯახში. ხალხი არის თავისი სიცოცხლე გაწირა იმისთვის რომ უკეთესი ქვეყანა გქონოდა და დღეს თუ დღეს ასე ვთქვათ ხდება ქვეყანა უფრო წელში გამართული უფრო ძლიერი